სხვანაირად როგორ უნდა გამახარო ელი? ლაშა ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ბავშვი მინდა. რა მაგარია! ვაიმე რა მაგარია! წარმოიდგინე გია დამაწინაურეს, გია რა მაგარია. ხო, რატო შემოვიდი ახლა? მალენა სახში ხო არ არის და აი კარტოფილს, ზეთს და მარილს შემწვარ კარტოფილში არ გამიცვლით. არა. აი მე დოდო მამი და გაგიშდება გია ამას ვონახავს რა. ჩვენ ამ კაცს გადავრევთ. მეც ახლა შენ მეუბნები რომ შენთან სახში იყო ვიღაც უცხო ბებია? რომელსაც მუშას უთხრა რომ ჩემი კედელი მოენგრია? ეს გინდა დავიჯერო? რა არის დაუჯერებელი ვერ გავიგე. როსალინდა? არა. რაც ნინო წავიდა. ისეთი დეპრესია მაქვს რომ არაფრის ჭამა არ მინდა. იმიტომ რომ გიდან 5 წუთის წინ ჩასკდი იმდენ ჭამია. ეგრა შუაშია. რა ვიცი. ხოდა თუ არის მომეცი ეს კრუასანი ბევრს როტლიკინებ. ლაშა მომილოცეთ. ორსულად ვარ. ტესტი გაიგეთე? არა, ტესტის გაკეთება ცუდად მაქვს დაცდილი. როცა ვიკეთებ არასდროს ორსულად ავრავ ხოლმე, ხო და ახლა გადავწყვიტე რომ არ გავიკეთო. ჭკვიანურია. და საიდან იცებ ორსულად რო ხარ? სულ გულისრევის შეგრძნება მაქვს, თავბრუნ მე ხო, სულ ჭამა მინდა და ლაშა. მუცელი აშკარად გაბერილი მაქვს, ხო? აბარა. ახლა ბოლო ორ სიმპტომს თუ დავეყრდნობით, მეც არაერთხელ ყოფილვარ ორსი. ძალიან ბედნიერი ვარ. ლაშათან ზუსტად ვიცი რომ გოგო მეყოლება. საიდან? გრძნობ. შე, ასე გრძნობდი შენც ნიკაზე, მაგრამ ხო, ვიცი ლაშა, მაგრამ ეხლა ზუსტად ვიცი რომ გოგოა. იმიტომ რომ გრძნობ რომ ბიჭი მეყოლება. ხო და ჩემი ინტუიციის მიხედვით თუ გრძნობ რომ ბიჭია, ესე იგი გოგოა. ხო, კარგი. მაგრამ ისე რა მნიშვნელობა აქვს ბიჭი იქნება თუ გოგო? თუ ბიჭი იქნება, გაიზრდება, ვინმე გოგო შეუყვარდება, ის გოგო გულს გაუტეხს და ეს იქნება უბედური. თუ გოგო იქნება, გაიზრდება, ეს გოგო შეუყვარდება ვინმე ბიჭს, გაუტეხს გულს ეს გოგო იმ ბიჭს და იმ ბიჭის სოდით ვერ გაიხარებს ნებას. მადლობა ლაშა. გონი აღარ მინდა ბავშვი გაჩემ. ხო, კარგი, მაპატი ელენე, ხო ვიცი რომ ძალიან დეპრესია მაქვს. წავიდა ნინო და წაიღო ჩემი გული. უჭი წაიღო ჯობდა. ნიკა, დედიკო, შენ დაიკო გინდა რომ გაგიჩნდეს თუ ძამიკო? რა ვიცი, სულ ერთია, სანამ იმხელა გაიზრდება რომ ჩემ დავალებებს დავაწერინებ, მანამდე მე სკოლას დავამთავრებ. ელენე, როდის მიდიხარ იქნებთან? ჯერ არა ადრეა ლაშა, თვის ბოლოს წავალ. იქამდე ჩემთვის აუცილებელია დასვენება, სეირნობა, სუფთა ჰაერი, კარგი კვება. და აი კრუასანი მომაწოდე. ალბათ მინდა ორსულობა. აბა, ასე
სიტყვი მამიდა. კარგია, კაცო, კარგია, დამძურა ხელები. აცი კოჭებთან მაჩვენე როგორ მოხდა რომელი კაცო. ო, კარგია შენი. ხო, მიგარი. ძლივს არ ვიშოვე, ხა ჩემი თანამდებობის შესაფერის კონსტანცაც მეტი კაცო. რას ლაპარაკ? აბა. სადახე ბიჭო გიასთან? ხო, აბა ჩემთან არც მიძებნია და ფოტოშორის მამიდა ნახე კიდე რაღაცები წამოვიღე. თორე ამათ ამოაშენა ეს კედელი, ხო, მე უკვე ძნელი იქნება, ძნელი რთული, აბა რა, ნახე რამდენი რაღაც წამოვიღე. და გეყოფა ბიჭო მე ეს. მეყოფა მამიდა, აბა რა ვიცი. მეყოფა რა ვიცი. ჩემ ცხოვრებაში ხო ყველაფერი დროებითია. არქივიდან გამომაგდეს დროებით უმუშევარი ვიყავი. მე რა ვქია დროებით სტაჟიორი ვიყავი, მე დროებით საბარო ავარიაში მოყვა, დროებით კახა სანაშემწე ვიყავი, ახლა დროებით კახას უფროსი ვარ და ესე რა ვიცი ხო ყველაფერი დროებითია ჩემ ცხოვრებაში. ატა. უი მე წელი. ვაიმე. არ ვიდა შენი დახმარება, მე თო გავაკეთებ ყველაფერს. უბრალოდ ვიდეო გასკორა. აი კეცადე, მოშორები დადაგე ჩემგან. მე ეგრე დაგეწყო, არ მიდათი დაგეწყო, პატათი რო დაიწყრა გამიხითქო. და ამას ხო არაფერი არ ეხერხება კაცო. არც მამამის გავს და ბაბუამის რას ქვია, აბა ნაშვილები ვარ. ვიგი შვილებდა ბიჭო შენ შესაძოდაო შენ გავი. გია. ესე ძალიან რა ტოჩქარობ ამ კედლის სამუშენებას. იმიტომ რომ შვიდად ვიცხოვრო. აიგე? აჰა. და ისე სხვადასხვა გაითვალისწინე, ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს. და გუში ღამე სამჯერო შემოყვედი ჩემთან გავიგონე. სხვათა შორის არც ისე ფხიზელი გქონია 5 ჯერ შემოვედი. რა გინდოდა? რა მინდოდა? რა არის ის, რა ქვია? რა მინდოდა ტელევიზორის ყურება მინდოდა ხო ხდები და დოდო მამიდეს ძალიან ფხიზელი ძილი აქვს და მომერიდა რა ეხა ხო არ გავაღვიძეთ ხო და ვიფიქრე გიასთან გავალიქ უყურებ მეთქი და თან გია ხო ხდები ცოტა ისე ფილმს უყურებდი რა ესეთი ფილმი ხო და ხდები ხელს ნუმიშლი უნდა ავაშენო შენ ხო ცოტა ყურს გაკლია და მეთქი ვარ იმი ხო რა ყურს გაკლია ეს რა თოიცოდი ეს მე რა შეწევ უთარ ახლა მაღლა უყურებდი ხელს ნუმიშლი ეხლა უნდა ავაშენო კიდე ეს გია იცი რა ქერი ეს კედელი ცოტა იქით რო გაწიო აი ცოტა იქით 1-2 დეციმეტრით რა სიტყვი მოიცა ეს კედელი იქით თუ იყო მაშინ ჩემს საძირო და შეგუჩებდიოდი შენ ხო გასუქდი გია ამ ბოლო დროს კაცო ეხლა ეს გეტყვი და ყურადღებით მომესვენ რა რო იცოდე ისე წესით ამ კედელს შენ უნდა აშენებდე მე კი არა მე რატო უნდა ვაშენებდე მე დავანგრე შენ ააშენე ყველაფერს მე ხო არ გავაკეთებ რას ქვია შენ უნდა აშენე სამსახურში არ გაგვიანდება წალი რა უი ეგ კაი გამახსენე ერთი წუთი დავრეკავ გაგზელ გია ალო ხო ისა დღეს მე ცოტა დამაგვიანდება ხო სახში მუშა მყავს დამათ ხო ის თავზე თუ არ დაადექერა კარგი ხო რა წუწურაკი ხარ გია რა ადექი და ერთი მუშა დაიქირავე და მიეცი ფული და ამოაშენებს რა შენ თუ რო აკეთებ რა თქმა უნდა მე თუ ამოაშენებ და რას ააშენებ ეხლა თუ ფულის პრობლემა გაქვს მითხარი და მე მოგცემ მიეცი და ააშენებ რა 5 ლარი 5 ლარი რომელი მუშა აგიშენებს ეხლა ამ კედელს შენ სულ ისე უფასოდ აკეთებ და მიეცი და აგიშენებ დააწყნავდი როგორ წადი დამანებე თავი ხო კაი წავალ გია და კი რა უნდა გითხრა იცი ერთი წუთი მოდი რა ერთი წუთი რა არა კეთ მოდი ომის აი აქ საიდუმლო კარი ხო არ გაგვიგეტებინა საიდუმლო კარი გავაკეთოთ ხა არა გია მარტო მე და შე რო ვიცოდეთ და მარტო მე რო ვიცოდე არა ის ავაშენებ ამ კედელს მოგიშენო საერთოდ ამ აი დაწნადი ერთი წუთი რაღაცნაირი რა არის გია შენი საქციელი მოგწონს ეხა ჩვენი მეგობრობის შორის აშენებ კედელს კედელი კი არა აი ამ კედელში მე დევს გავეყო და იქით დავობამ დათვს რომ ვერასოდეს ვეღარ გადმოხვდა აშენებ ცოტა თხელი კედელი მაინც ააშენე რა უნდა ავაშენო თხელი კედელი რატო და იმიტომ რომ შუქი შემოვიდეს ხომ იქიდან ჩვენ ელექტროენერგიას დავზოგავთ აღარ ვათებთ ამ პატარა ხვრელი მაინც დატოვე გია პატარა ხვრელი მაინც დატოვე კედელში რა ხვრელი აბა როგორმე ხომ უნდა ჩაყოთვან ცხოვრებაში ცხვირი კაცო დამანებე თავი რა ნუმეშლი ხელს რა წადი სამსახურში ხომ მიდიხარ წადი რა დღეს აი ნახევარს ავაშენებ მეც ვეღარ მოვასებ ან შენ ხელს თუ შემიშლი ვერაფერს ვერ გავაკეთებ წადი მივდივარ ხო თან ბარემ შენ გია დასული ხარ და რომელ შემუშაობს მე ორი პური ამოიტანე კაი წავდი წადი ერთი წუთი ხო გავიდა ჩი აბა წავედი კოცხი შენი რა გინდა ხა ხო დავამთავრებ უკვე ამას ნამდვილად ოჩაღია ოჩაღ ხა ჭამოთ არაფერი აკაც არაფერი ოხ მარინა როდის მოხვალ რა არის ხა ესა
აბა რა ჩამოთ ახლა მედაბექა რა. მამა. ეს სარეცხის მანქანა როგორ ირჩება? ნახე რა რაზგავს. მე გურასეჩი რა. ოდნა ვარ დაგუჭირდა ამახტო. ჩაიძე კაცო, შავლაში ჩაიდანია და ეგ არის რა. აუ ესეც არ ვარ კარგა. არასწორად აკეთებ და იმითო. ჩაიდანია კარგად და მე შარვალი აიწია. ბოლომდე რომ დამალოს, გაიგე? მინიში კაცო. ჩაიდანია ეს. ესე ქუჩაში არ გახვიდა სისხლია. საჭმელი გვაქვს რამე მამა, იცი რომ შეა. აქტობერად არაფერი. ან ისეთ რამე არასაც აზრი აქვს ახლა. 8 ფეხის მომხარშავე მე არა ვარ რა. არა უშევს ამას ვიპოვე და გავაკეთებ მამა ნუ გეშინია. მარინა მაინც მოვიდეს, არა ამას შეწვალდა რა. მარინა კი არა და ვინმე მაინც მოვიდეს რომ შევწავდით რა. გვერცხია მამა. გვერცხი რომ შევწავთ ხო გინდა? კი. რამდენი გინდა? 2. კარგი, მაშინ მე 10-ზე შევწავ და 1 მეც გამოვა ნორმალურად. მაშინ მოიცა არ გინდა. იცი რა, ის ჯობია მარინას დაურეკოთ და კითხო როდის მოვიდეს რა. მართალი ხარ, 10-ზე დავწვა მე ის ზუსტად. მარინა, მე ვარ როგორ ხარ? ჩენ არა გიშებ, დედა შევიგურადი. კარგად, ძალიან კარგი. არაფერი ესე, მე დაბექონოს მინდოდა გეკითხა, სახში როდის მოხვალ? საღამოს? ხო, საღამომდე მე და ბეკა ცოცხლები ალბათ აღარ ვიქნებით და იცი რა, როცა დაგვარხავთ, ჯერ ხორცები დაგვაყარეთ, მე კიდე ვიცა. ვიხუმრე, მარინა, ვიხუმრე. კარგი, დამშვიდი, რაღაცას მოვახერხებ, თუ რა მოგივიდა ხო? რატო დამარეკე რა არის? აი ხო, ნელ-ნელა ვხვდები პატოსონენ დედების სადღეგრძელოების განსხვავებულებით. ხო, რას მიყურებ? აგერ აი, 2 დღეა მარინა სახლში არ არის და აირია ყველაფერი რა. არაფერი არ აირია. რაღაცებს დაეთყვე ხლა, ხო, მარინა წასულია, მაგრამ მე ხა მართლა ეგრე კი არ არის. ახლა ტელევიზორში სულ საჩვენებს ახლა. მარინას არ ყოფნის ბრალია? მამა, ამ ტელევიზორს იმდენი მტვერი ადევს, რომ აღარ ჩანს უკვე არაფერი. აჰა, შეგედი? მე იმზოლში რა კარგად გამოიშთა. მინდა ერთ-ერთი სამიზოლი კიდე გავიგე. ასე რომ დიახ, მარინა რო არ არის, აირია ყველაფერი. იძახე რამდენიც გინდა ეგ. მე მაინც არ დაგეთანხმები. აი მაგალითად ეხლა საჭმელი რო არ გვაქვს, ეგ ჩემი და შენი სიზარმაცის ბრალია. მარინა არაფერს მოშიარა. თუ გინდა ნუ დამეთანხმები, მაგრამ შენც კარგად იცი რომ მარინა რო არ არის, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ მე და შენ. რა და კიდე თუ არ დამეთანხმები, აი ეგ ჩემი ზედა გაიხადე და საიდანაც აიღებ მეორე კარა და შენი. კარგი ბატონო, დაგეთანხმები. როცა მარინა სახში არ არის, მე და შენ ოჯახის საქმეებში გვიჭირს. ხო და ესე თორზე გამოსცემდა, ჩემო ტახში იმდენი მტვერია, რომ რამე ხო არ ჩაგვეთესა. ისე მამა, შენ მიდიხარ? შენ და ლაშა რომ ამბობდით რაღაცა უნდა დავლიოთ. ხო. დეპრესია აქვს. მაინც გვერდზე უნდა დავუდგე, ხო ესე რაღაცა დავლებთ ალბათ, ცოტას გავამხიარულებ ცოტა რაღაც. გვიან მოვალ სახში დღეს. ხო, მეც წასასვლელი ვარ და ალბათ მეც გვიან მოვალ სახში. ოროხა იქნება, მე გავახე. ოროხა თუ იქნება გავუგე. ოროხა კაი ბიჭია. ოროხა, ბეკუშ. გამარჯობა გია. ოროხას გავამარჯოს, როგორ ახარ? რა ვიცი, კარგად, აი ბეკუნას გამოუვარე გავალ სადმე რა. ხო, რა, აი კარგია, მაგრამ იცი რა, ხელებით ლაპარაკი არ გინდა რა, თორე ეხლა ესემშია. ასე მგონია რომ ძეხვებს იქნება ესე. ძალზე გამოვიცრუ და მე ლაშად გავული. რამაც გეც. მაგარი როჟა, არზა. ბეკუ. რა შვები აბა რა ვქნათ დღეს? რა ვიცი, ვერ მოვიფიქრე რა ვერაფერი. ბიჭო, ის გოგოები რო ვნახოთ, აი შენი კლასელები რო იყვნენ რა. თან გევასება ერთი. ანი? ნო. ოკეი, კარგი გოგო. ბიჭო, ხო დაურეკე ნომერი ხო იცი და წავიდეთ რა სადმე. ხო, წავიდეთ რა თქვენ წადით რა ვიცი. ხო, ეგ კარგი აზრია, კარგი აზრი. მაგრამ ფული რო არა მაქვს. უი, იცი რა, დღეს მამა ჩემი მიდის ლაშასთან ერთად სადღაც გვიან მოვალო. ხო და რო დაურეკო? ხო, აბა რა უნდა ხნა? მაგრამ მიტყდება. რა გიტყდება, უნდა დაურეკო, აბა რა უნდა ხნა? აუ, არ ვიცი. რატო არ იცი? რატო არ უნდა დაურეკო? ხო გევასება რა? კი. ხო მოგწონს? კი. მოიცა ეხა შენ გევასება თუ მოგწონს? რა ვიცი, მომწონს. მოგწონს. ხო და რა გინდა აწყობილი გაქვს რა, ყველაფერი დაურეკე, დაპატიჟე, შენთან უთხარი რომ გევასება იასნა არ გაქვს, ხო ნათქვამი ჯერ. ხო, არა, ჯერ არ. ხო და დაურეკე რა უნდა ბიჭო, არ უნდა ეხა ეს მეზარება და მიტყნება და რაღაცები გოგოს ამოყვანას რა უნდაო? არ გახსოვს მე 12 კლასში ქართულის მასწავლებელი რომ ყავდა ამოყვანილი? ოროხ.
ეგ ქალი გამზადებდა გამოცდებისთვის და ვალდებული იყო რომ შენთან ეულა ყველა სამშაბათს და ხუთშაბათს. და გოგოს ამოყვანა მარტო ამოყვანას კი არ ნიშნავს. თან ამ გოგოსთან ანისთან სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს რა მომწონს თქო ხო გითხარი და აი ამიტომ იტყდება მისი აქ დაპატიჟება და არა იმიტომ რომ რცხვენია ბეკუჩაი შენ ძმობას ფიცა ვარ შენ რო აყალიბებ აზრს ჩვენ კომანდაში ეგრე ვაფშე ვერავით ხო ეხლა დავანებე თავი მოკლედ დაურეკავ და თუ დამთანხმდა ხო კაი და თუ არ დამთანხმდა და რა ვქნა ხო ნუ მაგას არ გეუბნები მეც მიდი და ხო შენ ხო მაგას მეუბნები დავდე ახლა მე ხო და იცოდე ხო თუ ნახავთ იცოდეთ რომ აი პახმელის გამო იქნებ გაბოროტებული მე არაფრის გამო დალევასაპირებთ გიავიზი მაგარი როჟა დალევასაპირებს აგერ ვარ მომასვა ეგრევე არ გვინდა კი ამდენი. დამიჯერე არ გვინდა ამდენი რა. კარგი რა, ხა არ ვისოდე მე შენი ამბავი რა, ლაშა. გასაგებია გია, მეც ვიცი ჩემი ამბავი, მაგრამ ამდენი მაინც არ გვინდა. კარგი, ცოტას ვეთქვი მაშინ. ცოტა უთხრა. მოკლედ. ესე იგი 180 ღინკალი. 20 ქალაქური დანაშაული თიულური. ხო, ესა გებოდი შენ და 5 სოკოს ღინკალი. ხო, კაი. ესე 2 კანჭი. ნეკნები 3 და 4 მწვადი. ეგრე რა გია, ეგრე რა. აღორები ხო არა ვარ. უცებ რას მოიტან შენ? ყველს, კიტრი პამდურის სალატს და მწნილს. მოვისმენე ხა ესე იგი 2 სალათი მოიტანე უცებ. ხო, კიდე მოიტანე აი მაგიდაზე რო არის. აი ეს მოიტანე. 3 მოიტანე ისა. ხო. და კიდე მოიტანე ბლუმად პური. კაი, აი პული იმდენი უნდა იყოს, რომ აი რომ დავიწყებ ჩამას, აი რომ აღარ გავჩერდეთ რა. ხო? ეგე? გია. ხო. აი ხა გიყურებ და მეშინია, იმიტომ რომ ვიღაცას მაგონებ. და ეს ვიღაცა ვარ მე. და მაგიტო უფრო მეშინია. არა, ჯიგარი ხარ. აი ამიტომ მიყარ შენთან ერთად კეიკო. აი მე ჯიგარი კი არა ბიჭო, დამიჯერე. აღდგომის პასკის მე არაფერი აღარ მიჭამ. კარგით გადავამოწმებ ახლა რაც შეუკვეთეთ და არა, შეგენა ხოლე გადამოწმება, შენ მთელი დღე არ მორჩები ახლა. არა, მე გიყურებდი, ძალიან ყურადღებით იწევდი. ასე რომ, მიდი ახლა, მიდი გვეტენოს, მიდი. აი. აი დღეს იმდენი უნდა ვჭამო რა. აი დღეს იმდენი უნდა ვჭამო რა. აი მე ხალ საჭმელის პახმელი არ მქონდეს რა. ო, დაართულია, ძალიან ძნელია საჭმლის პახმელია გია. გია მომისმინე, შენ არ თქვი რომ აქ ძველი საჭმელი აქვთო და რაღაცაო? არა. იცი რა, აი როგორც გეტყვი, აი მალევე მოვაქვთ რა. რატო იცი? იმიტომ რომ ხა სად ახალი საჭმელის გაკეთება, სად გუშინდელის გაცხელება გამიგე და სამაგერო ძალიან მალე მოვაქვთ რა. ხო? აი, საჭმელებზე მოჩვით ახლა? ხო. აბა ახლა შემოლაშა მითხარი რა ხდება შენ თავს? ნუ მკითხავ რა, ნუ მკითხავ. არა გია იცი რომ თავიდან სულ სხვანაირად უყურებდი და ამ ყველაფერს რა. რაღაცა ხუმრობით უყურებდი, მაგრამ მე მივხვდი რომ ნინო მართლა შემიყვარდა. მართლა შემიყვარდა, იცი რატომ? იმიტომ რომ ნინო არის ძალიან ისეთი ძალიან კარგი ადამიანი, თბილი პიროვნება, გემრიელი, რაღაცას მოსიყვარულე. მოდი შეალაშა რა. მაგათი რა. ეთქვა აი შენთან საუბრისთვის ჯერ ზათარავა რა. აი დამიჯერე ყველა შენი სიტყვა ხარჩოთ ტრანსფორმირდება ჩემთვიში და ესე მესმის რა. კარგი ხარჩო, თბილი ხარჩო, ზილობიანი ხარჩო. დროზე მოიტანეთ საჭმელი აღარ შემეძლება. მოუტანეთ კაცო, მოუტანეთ მართლა. მე ადრე მეგონა რომ ჩემს ცხოვრებას აზრი არ ქონდა საჭმლის გარეშე. რასულელი ვიყავი რა, რასულელი ვიყავი, ეს როგორ მეგონა რა, უტვინო რა. იცი რას მივხვდი ახლა გია რომ ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს ნინოს და საჭმლის გარეშე. ხოდა, მოგია, მოდი ამ ჭიქით. სიყვარულს გაუმართოს რა. გავამარჯვე ბოლოში. გია, აი ხლა ისეთი სიტუაცია რომ აი რაღაცა დარდიანი სიმღერა მოხდება, ვიმღეროთ რამე თუნდაც იყოს იმედო მეშველიანი სიმღერა. ჩაწვდი ხო ქართული სიმღერის არს. აიგან. კაი, ვიღეროთ. ერთი კაი სიმღერა აქვს. გოლი დამეწვა. მედი დაიწყე და მე აკვდი რა.
ლაგოდეხში ჩიგარი ხარ გია არ გვინდა სიმღერა რა მაშინ დავli ისე გამხიარულდეთ ჯობია კარგი დავლით მაშინ დავლიოთ ხო ეხლა დაშა ეხლა მე და შენ კი რაღაც სანდაზოლები ვთქვით მაგრამ ხო დავიფიქრე იცი ეხლა რადგან დღეს ასეთი განსაკუთრებული დღეა განსაკუთრებული დღეა ხო ეხლა შენ დეპრესია გაქვს ხო მე მშიერი ვიყავი კაც ხო და ეხლა რაღაცა იცი რამე ორიგინალური სადღეგრძელოები ხომ არ თქვა თქვენ რომ უფრო გავხალისდეთ ხო რა რასით კარგი აზრია კარგი ხო შენ თქვი მე შევჭამ რაღაცა ეხლა რაღაცა ესეთი შეუძლებელი სადღეგრძელო გამოვიდა და მე გეტყვი მოდი ამ ჭიქით ჩემო ლაშა აი ამ კანჭს გავუმარჯოს წარმოიდგინე ლაშა ეხლა ამ კანჭს სადარულია ტყეში ღრეში აი ეს თაში ბარში საკუთარ ქაქში და რა უჭამია წარმოიდგინე ეს ვაშლი მსხალი პანტა რკო საკუთარი ქაქი რა ვიცი მაგრამ ეხლა აი აქ დევს და ჩვენ სუფრას ამშვენებს ამიგე ისე თუ გადაიღე რაღაც მორიდებულად ახლა გადაიღე აი კანჭი გადაიღე არა იყოს აი ყველი მომაწოდე ხო იცი გიჟდები ხო ყველზე კეიფით მომეცი კაცო ეს კანჭი რა გიჟდები კარგად ჩამაგარაცკარაფერი არ ჯობია მე მართალი ხარ გია გაუმარჯოს კანჭს გაუმარჯოს აი ხედავ გია ისეთი დადარდიანებული ვარ აი ალკოჰოლიც ვერ მერევა რა თუ იმდენი კონიარი მწვადი ჭამე რა მუცელი ამოგეგლისა და ალკოჰოლი მაგდო ვეღარ გირევა რატომ ჭამე ამდენი კონიარი მწვადი იმიტომ რომ დადარდიანებული ხარ ძმაო თორე სხვა დრო შენ ამდენს როდის ჭამ 100%-იანი ეგრე კარგი ვქენით გია რა კარგი ვქენით აქ რო წამოვედით გულ გადავაყოლებ ცოტას აბარა თორე აი სახში ვიჯექი და ან სულ ჭამდი ან კიდე სულ ლექსებს წერდი ნო ლექსებს წერდი კარგი გაზა ერთი ლექსი თქვა აი ამ კანჭს მოუხდება ეხლა რა მე ლექსი არა ლექსი ჯერ არ დამიწერია იმიტომ რომ სულ ჭამდი და დრო არ მქონდა აი მაშინ რამე ესეთი ორიგინალური სადღეგრძელო თქვი ორიგინალური სადღეგრძელო კი დასგია მოდი გენაცო გია ჩემო კარგო რა ჩვენ თბილისელი ბიჭები ვართ ხო და ჩვენი თბილისის უნდა მოვეფეროთ იმიტომ რომ მისი ყოველი ქუჩა, ყოველი გამზირი, ყოველ დილით აქეთ გვეფერება, გმოძღვრავს. ბიჭებო, თქვენ ხართ ჩემი შვილებიო და იმდენი უნდა მოახერხოთ რომ კაცებად დარჩეთო. მოდი ამ ჭიქით. იმ ხალხს არ გაუმარჯოს, ვინც აი ესე ზეპირ სადღეგრძელოებს ამობს რა. მოიფიქრე რაღაც ახალი კაცო რაღაცა. მოკლედ პალატა სანამ ქალბატონი ვერიკო დაბრუნდება, მანამდე შენ დაიკავებ მის თანამდებობას. ვიცი, კახა ვიცი, სხვათა შორის გუშინ დამირეკეს და მითხრეს უკვე. ხო და ამ ამბის გულისთვის გუშინ ადრე დავწექი. რო ადრე გათანებულიყო, ადრე ამდგარიყავი, მოусულიყავი შენთან და დამეცინა სიდაბლეზე. როგორც თანამდებობები, ისე ფიზიკური თვალსაზრისით, აბარა. ხალხს სამსახურზე გამოვიდა, ვეღარ დავიზნე, თავმტკივა გამოუძინებელი ვარ. რა მაგარი ოთახია. და ეს შენი კაბინეტი არის? იცი, ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი, უბრალოდ აი სახელური აი ქუნდა გადავაკეთებინო, რომ დაუკაკულებოდ ვერ შემოხვიდე ხოლმე. სიმაღლეზე რო აღარ უნდა მეხუმრო და გავიწყდა. მე მგონი მე ერთხელ უკვე აღნიშნე, რომ არ ხუმრობ სიმაღლეზე, მე ვხდო თანამდებობის სიმაღლეზე, ხო? და არ უნდა ამას ლაპარაკი და დაუსვა წერტილ ერთხელ სამუდამოდ. ხო. რა მაგარია, კახა, რა მაგარია, წარმოიდგინე, ესე იგი, ჩემი შეფი გამოვდივარ. რაღაც პოეტურად გამომივიდა, ხო იცი, ჩემი შეფი გამოვდივარ. ძალიან მაგარია. ხო, აი ეს დაიწერე ეს რაც ქვია ხა და თარიღი მიაწერი. ეს ყავისავარძელი ჩემია? კი, შენია. ვაიმე, მართლა ჩემია ეს ყავისავარძელი? კი, შენია. აუ, რა მაგარი სავარძელია, ვაიმე. ეს ნამდვილია, ხო შენ? ვაიმე, რა მაგარია, ნახე რა მაგარია. მომისმინე შენ. ეხლა ამის გარო დაუჭდა ტყავის ჟილეტი რო შევიკერო და აქციული ხისკენ რო დავგო, ხო შეიძლება? არ მიხდება ტყავი, შემომხდია მე. და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ხარ და მეტი სერიოზულობად მართებს. უი, მართალი ხარ.
ტრიალებს შევთანხი რა მაგარია ტრიალებს ნახი რა მაგარი სამაზელია ტრიალებს აი და გულინერია აი ჩავა არ დამთავრებია რაღაც კიდე უნდა გითხრა მეც უნდა გითხრა რაღაც კახა იმედია ეხა ჩემი შენ თანამდებობა დაწინაურება თავში არ აგიბარდება და ისეთი ურთიერთობა გქონდა როგორც მანამდე ხო ხო კი ვექნება კარგი რა თქმა უნდა ვინ მოხდა შენ დაჟდომის უფლება პატა კაი ვიხუმრე ხო ვიხუმრება დაჟდომის უფლება მაინც აღმოიცია არაფერი შეფეხა ჩემში ერთდროულად იბზის ძველი კეთილი და ახალი აპარტამენტი პატა და რაღაცები თუ გითხარი ხოლმე ხო ხტები ყურადღება არ რეაქცია კარგი და დაიმარს რა რასაც გეუბნები კარგი გეყოფა პატა შენ ვინ მოხდა სიტყვი შეუბრუნებს უფლება ჩემზე ჰა ვინ მოხდა შენ სიტყვი შეუბრუნებს უფლება რატომ ვიყურებ ეგეთი სახით კაი როგორც კიდე ისე მიყურე ხო ნუ მიყურებ ეგეთი სახით გითხარი 1000 ჯერ და გაეთრე ჩემი ოთახიდან ეხა საერთოდ გაეთრე ჩემი კაი თუ კიდე იყავი ხო შენ დაბალო შენ დაბალო ჯებულაშა რადგან შენ აი ესეთი სალდღეძოლო თქვი მე უფლება არ მაქვს რომ ეს ერთი რაღაც არ მოგახსენო რა შენ შემოგევლეგი 100% შევასწოთ ჩვენი სასმისები ჯებულაშა სკანდინავიურ მითოლოგიაში ხო სკანდინავიური კი არის ერთი ღმერთი ოდინი ხო და ამ ღმერთმა იმისათვის რომ ბრძენი გამხდარიყო საკუთარი ერთი თვალი დათმო შენც ეგრე ხარ ჩემოლაშა იმისათვის რომ ბედნიერი ყოფილიყავი შენი ჭიპი დათმე ძმაო შენ გაგიმარჯოს ლაშა ჩემო ოდინო ჩემო ბრძენო და უჭიპო მეგობარო აი გარე შეეჭირე მე ჭიპს კი არა გულს დავთმობ რა ნინოს გულისთვის აი გულს დავთმობ რა გეიცი რას მეხდი რომ თავარი ის კი არ არის რომ ნინოსთან ვიყო თავარია რომ ვიყო აი მაგას ვერ მეხდი და იქნება ამიხსნა რა ავიც კი რაღაც ორიგინალურად მინდოდა მე თქვა და არ გამო მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ ნინო მიყვარს და ჩემთან ერთად მინდა იყოს თქო რა ხო მაგასაც არ აუშვა შენერი ხო რა აბა ეგრე ხო მიდი რა გახურდები მე ხო მაშინ ახლა რამე ორიგინალური თქვი რა გულზე მოგშვას ხო ავიც რა თქვა გია ერთხელ ფარსმან მეორე ქუჩაში გამოვიდა და დაინახა მოხუცი ქვაზე ქვაზე იჯდა და კენჭებს ითვლიდა მივიდა ფარსმან მეორე და კითხა როგორ ახარო მოხუცმა უთხრა აიც რა შე როგორ ახარო ფარსმან მეორე მიუგო მადლობთ მეც კარგად ვარ რა ხდება შენსკენ ახალი მოხუცმა უთხრა აიც არაფერი შენსკენო ფარსმანმა არაფერი ჩემსკენაც რა ვიცი ძველებურად ყველაფერიო რატომ ზიხარო ამ ქვაზე ამ ცივ ქვაზე რატომ ზიხარო კითხა მოხუცმა პასუხა რა გინდა კაცო მოგზავნით ხო არა ხარ ფარსმანმა უთხრა მოგზავნილი არა მე მეფე ვარ შეგი აი მოდი ამ ჭიქით ჩემო გია რასაც გინდა იმას გაუმარჯო ასე აბარა ვაიმე ლაშა აი ხო დათვერი ბიჭო ლაშა გია ხო აი მაგიდასთან ნინოს ხედავ ან ბედისწერის ამბავი ან ამია ფასიანი არყის ბედისწერის ბრალი ყოფილა ბიჭო ეხლა მესმენი კარგად რა ხო რა ეხლა უნდა ადგე შენ მიხვიდა ნინოსთან და ყველაფერი პირდაპირ უნდა უთხრა გაიგე
რას? ცხენია, გია რა ცხენია? კანჭირო მოვიტანეს და სუფრის გარშემო თემ გადაეწყო, მაგის არ შეგხვდა ეხლა. ნინოსთან მისთვის ცხენია? რა უთხრა, გია, რა უთხრა, რომ მივალას. გომაგიშებ შენ. რა, ასე დროს, ასე უნებიან ხოლმე ადამიანს ეგ უნდა უთხრა. მივიდე და უთხრა ძმურად ერთი ჭიქა დაგვილიეთ, ხო? ეხლა შენ ნუ მაიმუნო, გეგე? მიდი ადექი, დროზე, ადექი წადი. მიდი და არ გინდა ეხეს ორიგინალურობა დაივიწყე და პირდაპირ უთხარი ყველაფერი, გეგე? ხო და ეს არის, ხაშა, უთხარი ბარე მობიციან, ერთი ორი ხბოს მწვადით შემომატოს რა. კარგი გია. კარგი, ერთი იყოს. შემოგია. ახლა შენ ერთი სადაძოლო რო არ თქვა, არ გეპატიება. ვის და შენ ნამდვილად არ გეპატიება. ამჩიქით. მოდი იმ კაცს გავუმორჩოს, რომელმაც თავისი წასვლით მე და კიდე მილიონობით ადამიანი დაადარდიანა. 27 წელიწადი უშროლად გვაბედნიერებდა და გვახარებდა. ხოდა ამ სასმისით ჭეშმარიტ რაინს სერ ალექს ფერგიუსონს გაუმარჯოს. გეგმებოდეს ფერგი. ოჩაღია, კარგად გამოგივიდა. დასხიგია. ბრავო. რა. მივედი, შეხედე. მივედი და ბასიკო დაჩოქილი, დამხვდა და გაწვილი ქონდა ესე ბეჭედი, ხელის თხოვა. ნინოს დაასხი მაგის და გამასხამჭე მომაშო. განსხვავებულში დაასხი, განსხვავებულში. განსხვავებულს მოატანებ ოფიციალდა. კიდე ბატონო პაატა ღრმად პატივცემულო ბატონო პაატა ეხლა გისმენ ხელფეითო კაბინეტისა მოგემსახურება პირადი მძღოლიც რა მძღოლი მეყოლება? კი მართლა? კი ესე იგი ჩემი ბავშვობის ოცნება ახლა ხო? შენოსება მძღოლი იყო? არა მძღოლი არა უბრალოდ ყოველთვის ოცნებობდი რომ მანქანით მემგზავრა უფასოდ და მე ამის და რა სულ ცემდნენ ხომ ეს და ხო და კიდე გეყოლება მდივანი და იქ სადაც რო დააწვევი რასაც გინდა იმას თხოვ დივანი მეყოლება? ოიმი რა მაგარია მთელი ცხოვრება ვოცნებობ წარმოიდგინე რომ ჩემს ვინმე მეგობარს ყავდეს მდივანი მეთქი და მე მყავს ეხლა მდივანი შეხვდები რა მაგარია მოიცა ამას დავეჭერ რასაც მე იმას თხოვ ყავა შეიძლება ყავა რა თქმა უნდა შეიძლება ხო დავეჭირო ერთი ყავა თუ შეიძლება შენს გინდა ყავა? კი, დავე. შენ ბუფეტში დალიექვებით. ისე ძალიან მაგარი დღე არის დღეს და ჩემი დაწნაურების ამბავ უნდა აღვნიშნო აუცილებლად და ჩადი ახლა ბუფეტიდან ლობიანი ამომიტანე. მარტო ლობიანი? მართალი ხარ 2 ლობიანი ამომიტანე. თან ის დაუძახე შეგიძლია. ახარ შენ ნორმალური რა. რა? ვინ გითხრა? გეკითხები ლაშა იყო მოსული და იმან გითხრა ხო? აღიარე ლაშა იყო მოსული და იმან გითხრა ხო? და ვის რა უნდა ეთქვა? ხო, კაი, რა ვიცი, წადი ხო, კაი, წადი. პატა. წადი თორ დავაჭერი ცოტა. პატა. წადი მეთქი. წადი. პატა. არა, კახა, წადი. წადი. მაგარია, წარმოიდგინე, ახალი კაბინეტი მაქვს, უფროსი ვარ. ძღოლი მყავს. დივანი მყავს. და რა ვიცი, ფაქტობრივად რა, ცოლი მაკლია რა. ცოლი და ბებია. აი, ეს არის ჩემი სახლი. ვაა, რა მაგარი ბინა ქონია. მარტო ხარ? კი, თუ რომელიმე მეზობელმა რომელიმე კედელი არ გამოანგრია და აქ არის ეს კედელი. ვაფასებ შენში იუმორის გრძნობას. ხო.
მაშინ ვიხუმრე. ხელს არავინ არ გვიშლის და რამე ხო არ გავაკეთოთ. რა? საჭმე. საჭმე. ხო, გავაკეთოთ. წამთან დავლიოთ რამე. კარგი, რა გაქვს? გვაქვს მინერალური წყალი, წვენი, ლუდი, ღვინო, მაგრამ ესენი სადდევს არ ვიცი. რა გავაკეთოთ საჭმელი? მოდით რა ვქნათ. მე ჩავალ მაღაზიაში, პროდუქტებს ამოვიდან, ხო? თან რამე დასალევსაც წამოვიგებ. ხო, აფთიაქში შევივლი, თავი მტკივა 2 დღეა და წამალს ვიგებ. კარგი. ვაგონებში ჩაისიდა იმერე დია დამაბი ბოლოს მთრალი რო ვიყავი და უცხო გოგო ვნახე ცოლად მოვიყვანე და არ მინდა იგივე განმევა აშა შოკენა იცოცხლე ეუნები ბექას ბიჭო ნუ ამოყავს ეს გოგოების სახში ნუ ამასინაცაც რა მოიყვანე ის გახსოვს ის ხა ის გახსოვს და სხვა მოუყვანე ეუნები ამ სახში ნუ მოყავს ეს გოგოები თორე მე შეყვარებულს ამოიყვან მე სხვა რაღაცას ვიფიქრებ და შევწხვები მეთქი 100%-იან 100%-იან კაცრავად თქვენ ვინ ხართ შენ ახლა ომარა შენ ვინა შენ მე ბექა ზოლი კლასელი ვარ ადო ჩვენც ბექას კლასელები ვარ ლაშა ძოლიანი კაცი ხარ ხა მაგას ხოც ლაშა აი ისიც ესე იჯდა შენსავით რა მივიდა ის ბედოვლათი დაუჩოქა მიაწოდა ეს ბეჭედი ხელისთხოვა მე კი დამტოვეს ჩემს გრძნობებთან ეს მიმაგდეს და მიმატოვეს ლაშა ყოროჯად სასიმონო მაგრამ ვერ მივხვდი რა მითხარით მე ახსნი ყველაფერს ჩემი გი აქ არის მე ყველაფერს ახსნი ესე იგი ჩემი ლაშას ცოლს თავის მას შეყვარებულმა ანუ ცოლის შეყვარებულმა ცოლობა სთხოვა აი ეგეც მაგრამ ამ დროს ლაშას უნდა რომ აი თავისი ცოლისთვის ეთქვა რომ მას მოწონს აი მოსწონს და ამ გოგოს ამ დროს ამ გოგომ ახლა ხო გასაგებად ყვები არა მაშინ ესა ბექასადა ბექა აფთიაქში წავიდა წამალს ვიყიდიო ესე თქვა თქვენ მაგას ახლა წამალს ეძახით ხო რამდენი ხანია რაც აქ ხარ დაახლოებით 1 საათი იქნება 1 საათი იქნება მე კიდე მარინას უკვირს ეგეც სათხაჯოს ბექამდე ფულსო ხო თავი ხომა შეეცხვინა ჩემო ბექამ არა მამაინა ცოლოს მაგას ხო ესა ფული ამდენ უნდა მოგცე მე ვიხდი დღეს რა ფული რა ვიცი ხო ფული რა შემდგომს ეგრე იყო და ახლა შეიძლება ეთყობა შეიცვალა ეხლა არის ლაიქები 1 საათი 50 ლაიქი რა ლაიქები ახლა გამოვიტანე კი რა დამაწინაურეს ხარ ხო დამაწინაურეს აბა გაწინაურეს არა ის აი ვიცოდი რა შარ ვარ დამიჯერებ და იმიტომ წამოიღე ის სავარძელი იცი როგორი გახარებული ვარ გაგიჟებული ვარ რა შაპეტრიერების და ტაქტიკა მე არ ვა გამარჯობა გოგო როგორ ხარ მოდი გოგო ვინ არის გოგო მოდი ვინ არის მოდი აი რა მოდი
რა ხდება ვინ არის? არეკა მამონია. ცოლია? არა კაცო, ცოლია. აბა მეზობელია? ბექამ ამოიყვანა მეთქი რა. გამლელია ხო? ბექამ ამოიყვანა ხო ბიჭო რა. ავიგე ხო დავიე დაღლილი მოქალაქია თუ ვინ არის ვერ გავიგე. რა ეს ჯერ ნამყოფი არ არის თუ რა. არ ვიცი. მოდი მოდი გადავ. მართლა? ბექანა ხერანაშადა. გოგო. გია მოდი აქ. აქ ვარ კაცო, აგინე. აქ ხარ ხო, მომისმინე ხა. ამ გოგოს უთხარი კიდე 2 დაქალია მოიყვანოს. 2 არა, კიდე 5 დაქალია მოიყვანოს, 5. 5? ხო, მიყვარს გოგოები რო ყანყანებენ ხო, მიყვარს. მიდი და კიდე ფული დაუმატე და უთხარი რომ რაღაცა უძდელობები გველაპარაკოს, მიდი გეხვეწა. მიდი. ეს თუ გაგიჟდა მეგონია. ლაშა, მიდი ყავა მოადუღე ლაშა. მიდი. გადმოდი აქ ცოტა მოიწი შოუზი ხარ. შეფარა, ზედმეტები ხო არ მოგდას. რა ვიცი ლაშა, სამსახურში რომ მითხეს უფროსი ხარო, მეთქი აქაც გაჭირდა და არ გაჭირდა მოგაჭრა, ხო? ბიჭი. ძალიან დავაგვიანი რა? კანი გაიცანით ხო? კაცო გაიცანი. ჩემი მეგობარია 15 წლიდან მეგობრო. 15 წლიდან? ბექანახი. წამოდი მე შეიძლება. მოიცა პაპა დამაცე. რა თქვი ვინ არისო? მამა, მომწონს რა. ჩემი ძველი კლასელია. მოგწონს? ვი დედა? ანი, გაიცანი ეს მამა ჩემია. მიდი მამა, მიდი. ო, ბაშა, მამა ეხლა რა, მამა მე ვარ ბექას მამინაცვალი. ო, თორე მე ვიცნობ. ბექას მამას მე ვიცნობ, ძალიან ესეთი ზრდილი და ესეთი დახვეწილი პიროვნება. ლაშა? პატა? ხო და დავიშალეთ. ავარიანტია გია. შალეთ. და. ატა რაგინა? აბა ეს უკა დავა. გადი მე გეუბნები. დაცმარტი უი. გამოდი კაცო დავიშალოთ რაღაც ვარიანტია. უი. ბექანახი. დეტექტივი იყო ახლა ესეც რა. გამოდის რომ ქათამი იყო მკვლელი კაცო. აბა თითის ანებეშტები ვისგან აიღეს. ეთქობა ძალიან რომ შეა და სულ ქათამი რომ მელანდება. აი მან დავიჭერე რა ეთქობა. პატა, გასაკეთებ, პატა, რა დაგემართე? დაიხო, კედელს ვანგრევ. რატო ვანგრევ? ძვირს ავაშენებ, რა არის? ვიმე გია, გითხრა გაგიჟდები რა განემართა. რა დამართ? რა და ჩემი პირადობის მოწომა დავკარგე, აბა. ის, აბა, უბრალო კი არ არის, გია, ჩიპიანი, რაც ლაპარაკო. უნდა მეწები რა მსახსოვრო ხო ჩავჩამე. აქ რა უნდა შენ პირადობის სამსახურში მჭირდება და რა ვქნა ეხლა კაცო, აქედანაც. მე აქ როგორ დაკარგე რა? აქ რა უნდა აქ შენ პირადობის მოწომას რა არის ახლა? პატა, კარგი რა პატა. ვაიმე ვიპოვე გია. პატა, აქ იყო ახლა როგორ დავიდე ხე? არა ის ჯიბიში მქონდა. ესე იგი, ბავშვის განვითარებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ორსულობის პირველი თვეებია. მე კიდე რა სისულელეებს უყურებ. Discovery იყოს კარგია.